ზაზა დავითაია ჩვენი კორესპონდენტი, ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი, გაზეთ დასავალის კორესპონდენტი, ჟურნალისტი, ცნობილი პოლიტპატიმარი. ზაზა სამსახურში მოდიოდა და თავს დაეცნა ეს მიშარასტები რა ეს. აი ეს თავისუფალი ზონა ქვია თუ მიშარასტების ისა რა ქვია განყოფილება. სახეები და გვარები ხო არის? ნუ ვიღაც ფარნაოჩ კადუას და ვიღაც ნაძილებს ასახელებენ რა. ზაზა წაიყვანეს საავადმყოფოში, რიან აი მიყავთ ახლა აგერ რიანო მობილი, დაგერ ჩვენი თანამშრომლები არიან ესენიც. და ესეთ სიტუაციაა და მე ვფიქრობ, რომ თუ ამას საქართველოში წერტილი არ დაესმება, ბოლოს ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც დაიწყო ეს უბედურება 92 წელს, როცა ხალხი უვარდებოდა ერთმანეთს ქუჩებში, სახლებში და ეხლა ჩვენს გვაქვს ჩვენი რესურსი, ჩვენ დაურეკავთ, დაუძახებთ ჩვენს მაკაცებს და ეხლა მაგათ შეუვარდებით იმ თავისუფალ ზონაში და სააკაშვილის ნიფხავს დავამხობ თავზე რა. აბა რა ვქნათ ახლა მაშინ? აბა პატრონი აღარ არის ამ ქვეყანაში. მე რედაქციაში ვიყავი მაღლა, დამირეკა ზაზამ და მითხრა, რომ ცემენ თავისუფალი ზონის წევრები 10 თუ 12 კაცი არიან და მიშველე. და ჩამოვარდი ეგრევე, ყველანი რედაქციაში ვინც ვიყავით, ჩამოვედით და თავისუფალი ზონის ხალხი უკვე წასული იყო და აქ დახვდა ზაზა იყო დალეწილი, ეგერ სკამზე იჯდა, ცხვირი პირის სისხლიანი და როგორც თვითონ ამბობს, ნეკნები აქვს ჩამტრეული. ასახელებს ფარნაოს ჭკადუას და ვინც იცნო ანუ სახეზე და დანარჩენებს სახეზე არ იცის და თავისუფალი ზონის ერთ-ერთი წევრი, ახ სახეზე მეც ვიცნობ, სახელი და გვარი არ მახსოვს რა, მაგ ნაბიჭურის აქ მოვიდა მთვრალი გალეწილი, წელზემოთ შიშველი, როგორც ჩანს, ეგეც იყო იმ ჩხუბის მონაწილე და ის დააკავა პატრულმა და წაიყვანა და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის რა. აი ხა მე პირდაპირ ვიძახი ამას, ყველა გაფრთხილებულია, ყველა დარეკილია, ყოფილი პოლიტპატიმრები, ყველა ბიჭები, ვინც ამ ნაციონალურ რეჟიმს ებრძოდა 9 წლის განმავლობაში. 5 წუთში, 10 წუთში ყველა მთელი შემადგენლობით შეიკრიბება აქ. და თუ პოლიცია აი უახლოეს საათნახევრის განმავლობაში მთელი თავისუფალი ზონის სასტავს არ აიყვანს და არ დააპატიმრებს, იქ პეკინის 34 ნომერში თავისუფალი ზონის ოფისში დღეს ღამე მოხდება ძალიან ცუდი რაღაცა, რომელზეც პასუხისმგებლობა მთლიანად შემდეგ დაეკისრება სამართალდამცავ ორგანოებს. თუ დროზე 1 საათში, საათნახევარში არ იქნება მიღებული ზომები.